მოგესალმებით ეთერშია დასუტების საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების თანახმად შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე, ასევე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებისა და დიალოგის მნიშვნელობას მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, დასცენს უწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გახმოვების მზაობა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. გაერთიანებულმა სამეფომ ორ მსხვილ პროსამთავრობამ აუწყებელს სანქციები დაუწესა. ცირცხულია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქვს ხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სემ რაშფორდმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ღრმა შეშფოთება არსებობს სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებით. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის ორ მსხვილ პროსამთავრობამ აუწყებელს სანქციები დაუწესა. ვფიქრობ, ცირცხულია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქვს ხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან. აღნიშნა რაშფორდმა. მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების შემოღებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიულ კოლაფსზე. ოლიგარქ ივანიშვილით დაწყებული. ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკკლირიმ ევროპის საბჭოში განაცხადა. მან საქართველოში შექმნილ ვითარებას არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ საგანგებო მდგომარეობა უწოდა და ხელისუფლება ქართველი ერით მანიპულირებაში დაადანაშაულა. ბრიტანელი პოლიტიკოსის თქმით, არასდროს უნდა აგვერიოს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი, რადგან ქართველ ხალხს ხელი არ ჩაუქნებია ევროპაზე და ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ მათზე. ყველამ ვიცით და ვშიშობთ, რომ საქართველო არა უბრალოდ პოლიტიკური კრიზისის, არამედ დემოკრატიისთვის საგანგებო ვითარების წინაშე იმყოფება. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თუ სად სურთ, რომ მათი ქვეყანა წავიდეს. მათ სურთ ევროპული მომავალი დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები. საქართველოში სხვა პოზიციონერების გრძელი სია, ზოგიერთი კოლეგებმა უკვე ახსენეს, რომლებიც დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ ფართო კამპანიის ფარგლებში დააპატიმრეს. ეს არ არის მთავრობის საქციელი, რომელიც დარწმუნებულია ხალხის მხარდაჭერაში. ეს მთავრობის საქციელია, რომელსაც მათი ეშინია, განაცხადა მაკკლირიმ. ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ერიკ ნილს კროსმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მათი გათავისუფლება წინაპირობა უნდა იყოს საქართველოსთან ნებისმიერი სახის ევროპული თანამშრომლობის, დიალოგისა და ჩართულობისთვის, განაცხადა კროსმა. მისი თქმით, ასამბლეამ 2024 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს შესახებ 5 რეზოლუცია მიიღო. დღეს მე-6-ს განიხილავს, თუმცა საქართველოს მოწოდებები არ გაუთვალისწინებია. აქედან არაფერი შესრულდა, ვითარება კიდევ უფრო გაუარეს და საქართველოს უარს ამბობს თავის ვალდებულებებზე, რომ ამ ასამბლეაში დელეგაცია გამოგზავნოს. ის ითხოვს, რომ ის პირობები გავაუქმოთ, რომელიც უფლებამოსილების რატიფიცირებისთვის დავაწესეთ. რეალურად ასამბლეის შანტაჟი ცდილობს და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ, აღნიშნა ერიკ ნილს კროსმა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროგრესისთვის პირობების შექმნას. ჩვენ დაბალანსებულ მიდგომას მივესალმებით. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არმენ გევორგიადმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოში არსებული ვითარება ჩვენს ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ ვითარება, როდესაც შეშფოთება ჩნდება კანონის უზენაესობის ან დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში. ამ ასამბლეის პასუხისმგებლობაც რეაგირება ანათელი უნდა იყოს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული ან უკანონო გამოყენება მიუღებელია და ამის გამოძიება უნდა მოხდეს. ანგარიშვალდებულება ინსტიტუციური სისუსტის ნიშანი არ არის, არამედ ეს დემოკრატიული სიმტკიცის ნიშანია, განაცხადა გევორგიანმა. მისი თქმით, ასამბლეის მიზანი მხოლოდ ხარვეზების გამოვლენა არ უნდა იყოს. როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ერთ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვასა და სადავო არჩევნებს უშვებს, მაშინ ეს სხვაგან ახალ ნორმად იქცება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რეალობას, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ადგილზეა, მაგრამ თავად დემოკრატია ქრება, აღნიშნა არმენ გევორგიანმა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ხელშესახების შედეგების მიღწევა შეუძლებელია პროფესიული კადრების, მათი განვითარების და ინსტიტუციური გაძლიერების გარეშე. მისი თქმით, 2025 წელს მაღალი იყო სისტემის ახალი კადრებით შევსების მაჩვენებელი, მათ შორის სტაჟირებისა და ღია კონკურსის
კონკურსების მეშვეობით. როგორც მან აღნიშნა, სტაჟირების პროგრამების ფარგლებში სისტემას 47 ახალი კადრი შეუერთდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რაიონული პროკურატურების განახლებასა და გაძლიერებას. გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდას. ანგარიშის შეჯამებისას გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს ღიაობას, გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპებზე დაფუძნებულ საქმიანობას. კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ძალიან კარგი ელჩი გყავთ. მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღია აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის გვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დანტუანო დაესწრო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას როიტერსი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს. ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. განაცხადა როდრიგესმა. მისი თქმით, ჯერჯერობით ცნობები არ არის კარაკასის მახლობლად მდებარე ლა-გუაირას შტატის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით შესაძლოა ვენესუელაში მომხდარი 2 ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10,000 ადამიანზე მეტი იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსეთის წინააღმდეგ ომს. ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ ზელენსკი ომს იგებს, ტრამპმა უპასუხა. ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს, როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედოთ ამას. ყოველ შემთხვევაში თავის პოზიციებს ინარჩუნებს. ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ვფიქრობ ის საკმაოდ კარგად მოქმედებს. ნახეთ, უნდა ითქვას, რომ ის მამაცია, მას კარგი სამხედრო ტექნიკა აქვს, მაგრამ ასევე ყავს შესანიშნავი ადამიანები, მებრძოლები. აღნიშნა ტრამპმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინა აგრძელებს რუსეთის დარტყმებზე რეაგირებას. ოკუპანტებმა ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ჩვენს მიწაზე, რომელიც ახლა რუსეთის დროშის ქვეშაა. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკა და იქ ოკუპანტების ყოფნა უკიდურესად რთულია და ეს სწორი სიგნალია რუსეთისთვის. სიგნალი იმისა, რომ რუსეთი ნამდვილად ვერ შეძლებს მარტივად და დაუსჯელად მიითვისოს უკრაინელი ხალხის ან სხვა ნებისმიერი ხალხის მიწა, რომელსაც ამჟამად რუსული ამბიციები ემუქრება, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, არ დაუშვებენ, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორია ომის გახანგრძლივებისა და ოკუპაციის დაუსრულებელ ოკუპაციად გადაქცევის იარაღად გამოიყენოს. ამჟამად ჩვენი სამხედროები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავად რუსეთში ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს რუსეთის ომს, რაც ამ ომს და რუსეთის აგრესიას შესაძლებელს ხდის, აღნიშნა ზელენსკიმ. ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არსებული ინფორმაციით, რომელიც მომაწოდა მთავარსარდალმა შესაბამისმა რეტრანსლატორებმა ბელარუსის ტერიტორიაზე მუშაობას შეწყვიტეს. მოახდინეს თუ არა მათი დემონტაჟი, მე სიმართლე გითხრათ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე. ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ვითარებას და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ დღეისთვის რეტრანსლატორები არ მუშაობენ, განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ზელენსკიმ ultimatumi წაუყენა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ 1 კვირის განმავლობაში მოახდინოს რეტრანსლატორების დემონტაჟი, რომლებიც უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ რუსული დრონების დარტყმების კორექტირებას ახდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.